საქართველოს ევროკავშირის შორის გაუარესებული ურთიერთობის ფონზე რეზონანსული აღმოჩნდა ამერიკელი მაღალჩინოსნის გზავნელი ეგრეთ წოდებულ Deep State ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ახსენებს და მას ტრამპის სამშვიდობო გეგმის ხელშეშლაში ადანაშაულებს. ტულსი გაბარდი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს ნატოსა და ევროკავშირზე და მათ ამერიკელი სამხედროების რუსეთთან ომში ჩართვის მცდელობაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლიდან საქართველოს ხელისუფლება გლობალური ომის პარტიისა თუ Deep State-ის მხრიდან ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაზე და ამ მიზნით მმართველ გუნდზე განხორციელებულ ზეწოლაზე მუდმივად საუბრობს. გაბარდის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართული ოცნობისთვის ამერიკელი მაღალჩინოსნის გზავნელი საკუთარი პოლიტიკის მართებულობის მორიგი დასტურია. ეგრეთ წოდებული Deep State, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისა და სხვადასხვა მაღალჩინოსნის ლექსიკაში ბოლო პერიოდში ხშირად გამოიყენება, აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელია ოპოზიციისთვის. მაშინ როცა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში პირველად გაჩნდა სიტყვად შეთანხმებები Deep State და მეორე ფრონტი, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპოზიცია ორივეს იუმორით უყურებდა. აი ქვეყნის გარეთ კი ამ ამბავს მთელი სერიოზულობით ეკიდებოდნენ და ქართულ საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ ოფიციალურ ბრიუსელს არც მითიურ Deep State-თან ჰქონდა რაიმე საერთო და არც მეორე ფრონტის იდეასთან. ეს ნარატივი გაზრდევდა არა მხოლოდ წერილობით დოკუმენტებს, ანგარიშებსა თუ რეზოლუციებს, არამედ ტრიბუნებიდანაც მკაფიოდ ისმოდა მეორე ფრონტის იდეის წინააღმდეგ ჭიდილში დაღლილ მაღალჩინოსანთა ჩივილიც. ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების კოლეგები დაიღალნენ თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან განცხადებების მოსმენით, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩავითრიოთ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნაში რუსეთის წინააღმდეგ. ეს კრემლის პროპაგანდის ნაწილია. კრემლის პროპაგანდა ევროპულ ნარატივში იოლად ერგებოდა და ახლაც ერგება ყველა კრიტიკულ მოსაზრებასა თუ უკმაყოფილებას, რომელიც რუსეთის სამეზობლოში პატარა ოკუპირებული ქვეყნიდან ისმის. თუმცა ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები ასეთივე გამბედაობით აღარ გამოერჩევიან, როცა საქმე ოფიციალურ ვაშინგტონს და თეთრ სახლს ეხება. ბოლო 1 წელიწადია ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებს ერთი მეორეზე კრიტიკული გზავნილებით უწუნებს პროსაომარ და ანტისამშვიდობო პოლიტიკას, რომლის კულისებშიც იგივე Deep State-ს ხედავს. აი მაგალითად გუშინ ეროვნული დაზვერვის დირექტორი პარტნიორთა ანტისამშვიდობო პოლიტიკაზე რომ საუბრობდა, კიდევ უფრო შორს წავიდა და პირდაპირ ევროკავშირამდე და ნატომდე მივიდა. როგორც იცით, პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად და დაუღალავად ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რათა საბოლოოდ დასრულდეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომი. ის ხშირად საუბრობს მკვლელობებისა და სისხლისღვრის შეწყვეტის აუცილებლობაზე და ამ წუთებშიც, როცა ჩვენ აქ ვიკრიბებით, მისი გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა ამ თვეების განმავლობაში, რაც ვნახე, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ისინი პროგრესს აღწევენ და სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან, მშვიდობის იმედს Deep State-ის ომის მომხრეები აქტიურდებიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს პროცესი შეაჩერონ. ისინი ისევ იმავე ძველ ტაქტიკას იყენებენ, რასაც ყოველთვის. სადაზვერვო საზოგადოებაში არსებული Deep State იარაღად იყენებს დაზვერვით ინფორმაციას, რათა პროგრესს ძირი გამოუთხარონ. ისინი ინფორმაციას გასავრცელებლად გადასცემენ თავიანთ მეგობრებს მთავარ პროპაგანდისტულ მედიაში, ცდარი ნარატივი შექმნან. ისინი აღვივებენ შიშსა და ისტერიას, რათა გაამართლონ ომის გაგრძელება და ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალა პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ რუსეთთან, რაც საბოლოოდ სწორედ ის არის, რაც ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს. რა სურთ ევროკავშირსა და ნატოში, რომლის წევრიც ბევრი დასავლელი მაღალჩინოსნის განცხადებით მაქსიმუმ ომის დასრულებისთანავე უნდა გამხდარიყო უკრაინა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაჩნდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ორი ქვეყანა, საქართველო და უკრაინა, ოდესმე აუცილებლად გახდებოდნენ ნატოს წევრები. ამ ჩანაწერიდან 4 თვის შემდეგ ომი პირველად საქართველოში მოვიდა. გავიდა დრო და კრემლის საომარმა პოლიტიკამ უკვე უკრაინული საზღვრები გადაკვეთა. ნატოში გაწევრიანების დაპირებით ომის ქარცეცხლში გახვალ ქვეყანას ბევრი დასავლელი ლიდერი სტუმრობდა. მათ შორის ხშირად იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ამბავი რეალური არასოდეს ყოფილა. მე ვესწრებოდი ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016 წლიდან 2022 წლის ჩათვლით. უკრაინის ნატოში გაწევრიანებას საერთოდ არ ჰქონდა შანსი, რადგან ასეთი ნებისმიერი წინადადება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, შეერთებული
შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნის ვეტოს. ამ გამოსვლის შემდეგ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა განსაკუთრებით იმის შესახებ, რატომ ან ვისი დავალებით ურჩია უკრაინაში ჩასულმა ბორის ჯონსონმა ომის ცეცხლში გახვეული ქვეყნის მთავრობას ბრძოლის გაგრძელება და უარის თქმა სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკვე ფინიშამდე იყო მისული. როცა სტამბოლიდან დავბრუნდით კიევში, ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა, ჩვენ მათთან ხელს არაფერს მოვაწერთ და მოდით უბრალოდ ვიომოთო. უკვე დღეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში მაგიდაზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად ისიც დევს, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე სამუდამოდ უნდა თქვას უარი. თუ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს დავუჯერებთ, ნატო იმ ორგანიზაციების რიგშია, რომელიც ომის დასრულებას არ ემხრობა და მშვიდობის წინააღმდეგ უკრაინას ფუჭი დაპირებებით კვებავს, რადგან როგორც ტულსი გაბარდი ამბობს, Deep State-ს მშვიდობა არ სურს და ომში არც მეტი არც ნაკლები თავად შეერთებული შტატების შეთრევას ცდილობს. ბრიუსელიდან ეროვნული დაზვერვის დირექტორისთვის ჯერჯერობით ოფიციალურად არავის უპასუხია. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ეჭვებს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, ოფიციალური ბრიუსელი დღემდე რუსულ პროპაგანდას უწოდებს და არა მაგალითად ამერიკულს, რომელიც დღეს ევროპას ღიად ეუბნება, რომ მიუხედავად მცდელობისა, შტატებს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას ვერავინ აიძულებს. მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, რომელსაც სურთ ომი და ამ დიდ დაპირისპირებაში მათ შორის ჩვენ სახელმწიფოსაც ექნებოდა და ექნება საფრთხე. კარგია, რომ ამაზე საუბრობენ ხმამაღლა ვაშინგტონიდან, კარგია, რომ ის, რაზედაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვამახვილებდით ყურადღებას, ეს ყოფილა საფუძვლიანი მოსაზრებები, საფუძვლიანი პოზიციები და ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს გაატარა ბოლო წლების განმავლობაში, ყოფილა სრულიად გამართლებული. გამართლებული ვისთვის, თუ ოფიციალურ ბრიუსელს დავუჯერებთ, საქართველოსთვის არა. დღეს ამ დარბაზში კვლავ ბევრი ერწმუნება, რომ საქართველოს რუსულ გზას მიჰყვება და არავინ ამბობს, რომ ქვეყანა მაგალითად ოფიციალური ვაშინგტონის გზავნილებით საუბრობს. თუმცა ამ დილემას პასუხი ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გასცა, როცა თქვა, რომ ქართულ-ამერიკული გზავნილები შესაძლოა კი იდენტური იყოს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსგან განსხვავებით ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, ამიტომაც სუპერსახელმწიფოს შეუძლია ილაპარაკოს. აი, წევრობის მსურველ პატარა ქვეყანას კი არა.